მოგესალმებით ყველას, ეს ჩემი YouTube არხია. დღეს გადავიღებთ დრონის კადრებს მოტოდან. ეს შეგვექნება ვიდეო, სადაც გავიგებთ რეალურად შეიძლება თუ არა ფოტოს მართვის დროს გადავიღოთ დრონიდან. თან ისე ფოტოს მოძრაობდეს და დრონის რა თქმა უნდა. ალბათ ბევრს შეგვხვედრია ისეთი ვიდეო, სადაც ცნობილი თუ არა ცნობილი იუთუბერები ფოტოთი სადღაც ძალიან მაგარ ადგილას არიან და დრონით ძალიან მაგარ კადრებს იღებენ. თან ისე რომ არც რაიმე გადამღები ჯგუფი მიყვება თან, შეიძლება საერთოდ მარტოც იყვნენ ის იუთუბერები, რომლებიც მსგავს კადრებს იღებენ. სიმართლე გითხრათ, მეც პირველად უნდა გავტესტო ესეთი გადაღების სკილები და ნახოთ ერთად გავიგოთ შესაძლებელია თუ არა და რამდენად რთულია ან ადვილია ვიდეოს ჩაწერა. როცა მარტო მოგზაურობ, რთულია საკუთარ თავს გადავიღო ძალიან მაგარი სინემატიკური კადრები, ესე ვთქვათ. ამიტომ ეს სკილები, რასაც დღეს ერთად ვისწავლით, ძალიან მნიშვნელოვანია მარტო მოგზაურობისას. რეალური მოგზაურობის დროს შეიძლება უფრო მეტი გამოწვევა იყოს დრონის კადრების გადასაღებად, მაგრამ გამომუშავებადია ამისი დამუღამება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ამიტომ დღეს შევარჩიე ისეთი ადგილი, ცოტა ნაკლები ხეები რო იყოს, ცოტა რეალი მინდორი რო იყოს, რომ არ გაგვიჭირდეს რაიმე დაბრკოლება, არ შეაფერხოს ჩვენი გადაღება. თბილისთან ახლოს არის სოფელი დიდგორი. ის დიდგორი არაა, სადაც მემორიალია. დიდგორის მემორიალს გულისხმობ. ეს არის უფრო ცოტა ახლოს არის თბილისთან. ძალიან კარგი ადგილია და ტრენინგისთვის ნამდვილად გამოდგება. აქვე გეტყვით, რომ აი ესეთი რაღაც დაგჭირდება, სადაც დავამაგრებთ დრონის პულტს. შეგვეძლება კადრის ნახვა, თუ სად და რა პოზიციაში იმყოფება ჩვენი დრონი. და საკაი რამეა, ესეთ რაღაცას გირჩევდით, რომ გამოწეროთ, არ ღირს ძალიან ძვირი, თუ ძალიან დიდი ქარი იქნება, რომ მივალთ, შევეცდები სხვა ადგილას გადავიდე, მაგალითად ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე აქ ვაპირებდი ჩაწერას, მაგრამ ნახოთ დაგვაცდის თუ არა ქარი ამ ყველაფერს. აქედანაც იქნება რაიმე საინტერესო გზა, მოდი გავყვეთ გზას. და თუ რაღაც ადგილი აკმაყოფილებს მინიმალურ პირობებს დრონის საფრენად, რატომაც არა, ძალიან ზემოთ რო არავიდე, შეგვიძლია გადავიდეთ. ეს გზა ალბათ სადღაც მივა. წარმოდგენა არ მაქვს სად მივა. არა მგონია შუა გზაში დამთავრდეს. სადღაც მივიყვანს. ეხლა რომ მართლა დამთავრდეს. შეგვიძლია პირდაპირ წავიდეთ, იმიტომ რომ იქით მახსოვს ძალიან კარგი ადგილი. და ვნახოთ. სულ რაღაც 2-3 კილომეტრში თბილისიდან რადიკალურად სხვა ტემპერატურა, ანუ ეხლა თბილისში, კონკრეტულად დიღმის მასივში, აი ძალიან ცხელოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ შედარებით მაღალ ადგილას არის ეს დასახლება, ეხლა სადაც მივდივარ, შედარებით გრილა და ქარიც რა თქმა უნდა გვეხმარება იმაში, რომ შეგრძნება იყოს ცოტა გრილი. ახლა გადავუხვევთ იმ ადგილას, სადაც მინდა ეს ჩვენი დრონი გავუშვათ. ძალიან ლამაზი ადგილია, არ ვიცი ვიდეოში რამდენად ჩანს. მაგრამ ძალიან ლამაზია. ქარიც დიდად არ იგრძნობა, შეიძლება ეხლა ქარის მიმართულებით მივდივარ და მაგიტო არის ესე. აი სადღაც აქ გავაჩეროთ. დავნახოთ. პირველ რიგში დაგვჭირდება პულტი გავამზადე. გამზადებული მაქვს აი ეს ტიკები, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში აი აქ მაგრდება და ესე ინახება, თუმცა გავამზადე, რომ აქ ბევრი ჩალიჩი არ დამჭირვებოდა და დაგვჭირდება აი ეს დამჭერი, რომელზეც მე აქამდე უკვე გესაუბრეთ. მოხსნათ ექშენისთვის სამაგრი და პირდაპირ აი ამ ღერძზე შეგვიძლია დავამაგროთ ჩვენი პულტი. კონტროლერი დავამაგრეთ. მოდი ჩავრთოთ. ეხლა კი გჭირდება, რა თქმა უნდა, დრონი. ეხლა რაც დავსერჩე, აი ამ პირობებში, ამ ქარის პირობებში წესით და რიგით ჩვეულებრივად უნდა იფრინოს. ერთადერთი რაც დრონის უსაფრთხოებისთვის გჭირდება, არის კალიბრაცია სხვადასხვა ადგილზე რომ მივდივართ, მაგალითად ეხლა გადავიღეთ დიდგორზე, შემდგომ გადავიღეთ ნებისმიერ სხვა ადგილას. აუცილებლად ვაკეთებ ხოლმე კალიბრაციას. პარემ ამასაც აქვე გეტყვით, ვინც არ იცით. კალიბრაცია ხდება შემდეგნაირად, ანუ როცა ჩაირთვება კონტროლერი, გადავდივართ სეტინგებში, მერე safety-ში და აქ გვაქვს კომპას normal უნდა ეწეროს. start და მერე ვიწყებთ დრონის მოტრიალებას ჯერ ჰორიზონტალურად და აი ამის შემდგომ ვერტიკალურად. დრონი მზად არის. მოდი ჯერ დრონი დავქოქოთ და აუშვათ. აი ესე. არ ვარ დარწმუნებული, რომ Google-მა სწორი ინფორმაცია მომაწოდა იმის შესახებ, რომ DJI Mini 4 Pro უძლებს მსგავს ქარს. ფაქტია, ვიზუალურად ეტყობა, რომ ძალიან უჭირს აი ამ ქარის დაძლევა. ეხლა მოვუტრიალდები, რომ კადრი ჩვენზე იყოს. აი ესე. პირველ რიგში თუ გვინდა აი ესეთი კადრი გვინახავს, ალბათ კადრი აი ესეთი მიმართულებიდან მიყვება, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ. ჩვენს კონტროლერში არის ესეთი ღილაკი, აი ამ ღილაკს გულისხმობ, რომელსაც რაღაცა მიზანის აიქონი აქვს, ამას ვაჭერთ. და მე უნდა მოვნიშნო ჩემი თავი. ამ შემთხვევაში გამწვანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორად გავაკეთე ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვიწყებ ჩაწერას და აი ამ ოპშენებიდან, რომელიც ეხლა მოდის, ვირჩევ Active Track. აი ეს. მე გვაქვს ესეთი ოპშენი, მენუალი და არის პარალელურად. ამ შემთხვევაში მინდა რომ გვერდიდან გამოვყვეს, ამიტომ დავტოვებ მაგ პოზიციაში, რა პოზიციაშიც ეხლა დრონი არის. ერთადერთი რაც უსაფრთხოებისთვის უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის ხეები. ეცადეთ დრონი ისეთ სიმაღლეზე ავიდეს, რომელიც უახლოეს ხეზე ცოტა ზემოთ იქნება. თუ დაემთხვა ხის სიმაღლე და დრონის სიმაღლე ერთმანეთს, ეგეც არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ამ დრონს აქვს სენსორები, რომელიც აირიდებს. მაგრამ ზედმეტი თავის ტკივილი რო ავირიდოთ, ჯობია ხოლმე ოდნავ მაღლა იყოს. მაგალითად აი ამ ხეზე, რომელსაც ახლა მე ვუყურებ, ოდნავ მაღლა ჯობია რომ იყოს. გავასწორებ ახლა კადრს და დავიზრათ. აი ეს.
როგორც ხედავთ, დრონი მოყვება და იმ სიჩქარით მოყვება დრონი, რა სიჩქარითაც დაახლოებით მე მოძრავობ. მოდი ახლა აუჩქაროთ და შევხედოთ მაქსიმუმ რა სიჩქარის განვითარება შეუძლია. რასაც ახლა მე ეკრანზე ვამჩნევ, ეგ არის რომ დრონი ცოტა ჩამოგრჩა. დრონი ჩამოგრჩა. აქ აქვს რამოდენიმე სიჩქარე. ესი არის, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფი და ვნახოთ აი ეს სიჩქარე გავტესტოთ. მინდა რომ უფრო მეტად წამოყვეს ჩვენს ბაიკს. ეხლა გავტესტოთ შედარებით სხვა მიმართულებიდან. ნახოთ რა გამოგვივა. ხედავთ რომ მოყვება. ეხლა მივდივართ ქარის მიმართულებით და შედარებით ნაკლები პრობლემა გვაქვს. აი აქ გავჩერდები ხა და საპირისპირო მიმართულებაზე ალბათ განხილვაც არ ღირს, იმიტომ რომ ჩვენი დრონი ძალიან წვალობს. მოდი დავსვა, თორე ძალიან წვალობს. ძალიან საინტერესო ადგილას აქვს სახლი, ვერაფერს ვერ იტყვი. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და იმედია გავიგეთ დაახლოებით მაინც როგორ შეიძლება დრონით გადავიღოთ ისე რომ თან მოტოციკლეტი ვმართოთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.